გამარჯობა, გილოცავთ შობა ახალწელს. ამ ვიდეოში ვისაუბრეთ ქრისტეს შობის თარიღთან დაკავშირებით და ავხსნით თუ როგორ დავადგინეთ იესო ქრისტეს დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ასევე დღე. ამასთან გამოვთვალეთ გარდაცვალების ანალოგიური მონაცემები. მოგეხსენებათ, რომ იესო ქრისტეს დაბადების თარიღი დღემდე დაუდგენელია და მასთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაციაც მოგისმენიათ. დასაბუთებულად ვერავინ შეძლო მისი დაბადების თარიღის დადგენა, მაგრამ ამ ბუნდოვანებას ბილად რომ თქვათ, ჩვენ დავუშვით წერტილი. სვეტი ცხოვლის წრიული ფრესკის გამოსახულებათა მიხედვით, აი ეს გამოსახულება და უფრო კვეთრი აგერ გვაქვს, ამაზე გადმოვარ. ჩვენ დავადგინეთ იესო ქრისტეს დაბადების წელი, თვე და რიცხვი, ასევე ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვთვალეთ მისი გარდაცვალების წელიც. დავიწყოთ. პირველ რიგში დავადგინეთ ქრისტეს დაბადების თარიღი და შემდეგ ამ მონაცემების მიხედვით მისი გარდაცვალების თარიღიც, რადგან ვიცით, რომ იგი ჯვარს აწვეს 33 წლის ასაკში. ეს თარიღი დადგენილია ორი სახარების ცნობებზე დაყრდნობით, თუმცა მყარი არგუმენტი არც ამ შემთხვევაში არსებობს. ლუკას სახარება 3:23 თვით იესო როცა იწყებდა იქნებოდა 30 წლისა და მეორე მონაცემი იოანეს სახარებიდან, სადაც იესო თავის საჯარო სახურების დროს სამ ცალკეულ პასექს ასახელეს, პასექის დღესასწაულს. ანუ თუ ლუკას სახარების მიხედვით დაახლოებით 30 წელს და იოანეს სახარების მიხედვით სამ პასექს, ანუ 3 წელს ავიღებთ, სიკვდილის დროს იესო 33 წლისა ყოფილა. დავიწყოთ. წრის ცენტრში ჩახატულია რომბი. აი აქ უფრო უკეთესად გამოჩნდება და აქ ნახოთ. ჩახატულია რომბი. მაცხოვრისა და ანგელოზთა გამოსახულებებით. მაცხოვარი და ანგელოზები. წრიული კალენდრის გარე წრეში ჩახატულია 12 თანავარსკვლავედი. აი ეს არის გარე წრე, 12 თანავარსკვლავედი. ზემოთ ვერძისა და თევზის თანავარსკვლავედთა შორის ცენტრში გამოსახულია მზე. ვერძი და თევზები. ქვემოთ მის პირდაპირ სასწორისა და ქალის თანავარსკვლავედთა შორის არის ნავის ფორმის მთვარის გამოსახულება და სასწორი. დაუბრუნდეთ ზეციურ ბინადართა ფიგურებს, ანგელოზებს, აი ამათ. ამათგან 10 წარმოდგენილია ანგელოზის, ხოლო 2 კი სერაფიმის სახით. რაც სავარაუდოდ ასევე არის წრიული კალენდრის ნაწილი. 10 ანგელოზი აღნიშნავს რომაული მთვარის კალენდრის 10 თვეს, 2 სერაფიმი კი შემდგომ იულიუსის კალენდრით დამატებულ 2 თვეს. ყველა ეს ინფორმაცია გვჭირდება და ამიტომ შეგახსენეთ. დასკვნა. ჩვენი აზრით თანავარსკვლავედთა გამოსახულება იმისთვის არის საჭირო, რომ წავიკითხოთ წრიულ ფრესკაზე ეგრეთ წოდებული კოდირებული სახით წარმოდგენილი ქრისტეს დაბადების თარიღი, რაც შეეხება დანარჩენ ქრისტიანულ სიმბოლოებსა და გამოსახულებებს. ამ ფრესკის ირგვლივ ბევრია, მათ შორის თანავარსკვლავედებიც. ჩვენ არ ვიცით რას ნიშნავს ისინი, არ ვართ შეხიფავებდი და ვერ წარმოვაყენებთ ისეთ თეორიებს, რომლებიც თვლით, რომ იმთავითვე ჩვენთვისაც ბუნდოვანებით მოცული იქნება, რადგან მართლმადიდებლური სარწმუნოება არ ცნობს კითხაობას, ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, კაბალას, ჰემატრიას და სხვა სატანურ მოძღვრებასა თუ ფილოსოფიას. სწორედ ამიტომ მივხვდით, რომ წრიულ ფრესკაზე დატანილია თანავარსკვლავედები, რომლებიც ასტრონომიული გამოსახულებებია და ისინი გამოყენებულია წელთაღრიცხვის მიმანიშნებელ სისტემად. შეგახსენეთ, აი ამაზეა საუბარი, გარე წრეზე. რასაც არ გძალავს მართლმადიდებლობა, სხვაგვარად ვერც ახსნით, რადგან გამეორდებით ასტროლოგიური ზოდიაქოს ნიშნები არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს მართლმადიდებლურ ტაძრებში. იულიუსისა და გრიგორიანული კალენდრები თითქმის იდენტურია, თუ არ ჩავთვლით შემდეგ განსხვავებას. პირველის მიხედვით ტროპიკულ კალენდართან მიმართებით ყოველ 128 წელიწადში ცნობილობა შეადგენს ერთ დღეს, ხოლო მეორის მიხედვით იგივე ცნობილების ხანგრძლივობა 3030 წელი. მაშასადამე, როცა იულიუსის კალენდრით ახალი წელი 1 იანვარს იქნა დადგენილი,
გაზაფხულის ბუნიობის 21 მარტი როგორც ახალი წლის დასაწყისი დღე გაუქმდა. ესეც გავიხსენოთ. შემდეგ დაიწყოთ დიდი წრით, ანუ თანავარსკვლავედებით. აი ამით. ზემოთ აღნიშნეთ, რომ მზე ამ წრეში მდებარეობს ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედებს შორის, ისევ გაჩვენებთ. შემთხვევითია მისი ასეთი მდებარეობა სრულებითაც არა, ჩვენი აზრით წრიულ ფრესკაზე გამოსახულ ამ თანავარსკვლავედთა რიგითობას და მათთან მიმართებით მზის მდგომარეობას თავისი დატვირთვა გააჩნია. ხოლო რაც შეეხება მთვარეს, მისი მზესთან კომბინაცია იძლევა კონკრეტულ თარიღს. ჩვენ სპეციალური ასტრონომიული პროგრამის გამოყენებით შევძელით წარსულის ცის თაღის სურათის აღდგენა იმ ეპოქის პირველი საუკუნის ძველი წელთაღრიცხვის მთვარე, როგორც ის გამოსახულია წრიულ კალენდარზე, ფრესკაზე, სასწორისა და ქარის თანავარსკვლავედთა შორის ღამეულცაზე, მდებარეობდა ძველი წელთაღრიცხვის 7 წლის 27 მარტს, ანუ იმ ეპოქის ახალი წლის გაზაფხულის ბუნიობის მე-7 დღეს. თარიღი, რომელიც ცნობილია სახარებიდან როგორც მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წელი, არის ძველი წელთაღრიცხვის 7 წელი და მას ზუსტად ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილი მსჯელობით მიღებული თარიღი. ეს კი ჩვენი ვარაუდით ნიშნავს ქრისტეს დაბადების წელს, თვესა და რიცხვს. მას შესაძლებელი ქრისტე დაიბადა -7 წლის 27 მარტს, ძველი წელთაღრიცხვის 7 წლის 27 მარტს. დავაზუსტოთ იმ ეპოქის ახალი წლის 21 მარტი. ანუ მე-7 დღე, 27 მარტი. ზე როცა მდებარეობდა ვერძისა და თევზის თანავარსკვლავედთა შორის ბოდიში და მთვარეს სასწორისა და ქალის თანავარსკვლავედს შორის იშვა იესო ქრისტე. მთვარის ამგვარი მდებარეობა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში არ ფიქსირდება არათუ ძველი წელთაღრიცხვის 20 წელს და ასე შემდეგ, ვიდრე ძველი წელთაღრიცხვის 7 წლამდე, შემდეგ ძველი წელთაღრიცხვის 6 წლიდან ჰეროდეს გარდაცვალებამდე. ძველი წელთაღრიცხვის 4 წელს გარდაიცვალა. ასევე არც ახალი წელთაღრიცხვის 23 წლამდე. სხვადასხვა გამოთვლებით ეს არის ქრისტესშობის სავარაუდო წლები. ესე იგი, ქრისტეს დაბადებამდე ძველი წელთაღრიცხვის მე-7 წელი, რამოდენიმე ათეული წლიდან და მისი დაბადების შემდგომ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში მთვარე არ იმყოფებოდა სასწორსა და ქალის, ასევე მზე ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის. აი ეს კომბინაცია მზის მდებარეობა ვერძისა და თევზების თანავარსკვლავედთა შორის და მთვარისა, სასწორისა და ქალის თანავარსკვლავედთა შორის იშვიათობა და დიდი დროით არ ემთხვევა ქრისტეს დაბადების აქამდე ცნობილ სავარაუდო წლებს. ამ მოვლენით კი ჩვენ შევძელით ქრისტეს დაბადების გამოთვლა, რომლის სარწმუნოებაც დასტურდება წრიული კალენდრის, ანუ ფრესკის გამოსახულების. სარწმუნოა თუ არა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფაქტი? სარწმუნოა, რადგან ეს ამბავი მოთხრობილი აქვს ლუკა მახარებელს. იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღეწერათ მთელი მსოფლიო. ეს აღწერა პირველი იყო სირიაში, კვირენიოსის მმართველობისას. ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერა თითოეული თავის ქალაქში. იოსებიც წავიდა გალილეადან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო, რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო მათი იქ ყოფნის შუალედში შეურსულდა მარიამს შობიარობის დღენი და ესე იგი შვა იესო ქრისტე. ლუკას სახარება 2:1-6. ასევე ეს ფაქტი საყოველთაო აღწერა, რომ ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს ჩატარდა, დადასტურებულია ისტორიული წყაროებით. ამასთან ჰეროდე გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვის 20 წელს და ეს მისი გარდაცვალების შემდგომ ვერ დაიბადებოდა. იცით, ჰეროდეს მეფების პერიოდში აწამეს მაცხოვარი. მაშასადამე ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი დაბადების თვე და რიცხვი იესო ნაზარეველისა არ ემთხვევა სხვა კვლევართა და მეცნიერ და აქამდე დადგენილ შესაბამის თარიღებს, თანაც მათ აბსოლუტურად ყველას არამყარი ვარაუდები აქვთ გამოთქმული. ჩვენ კი ეს თარიღი წრიული კალენდრის ფრესკის მეშვეობით დავადგინეთ, რაც ალბათ ეს არ უნდა იწოდეს. ეს თარიღები სარწმუნოა, იმიტომაც რომ
მათი მეშვეობით ავადგინეთ ქრისტეს გადათვალების წელიც. ანუ ქრისტეს რადგან დაიბადა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 წელს იმ ეპოქის ახალი წლის მე-7 დღეს, ესე იგი 27 მარტს გრიგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ ეს ცნობა აისახა ახალ კალენდარში სიმბოლურად. შემდეგნაირად და ქრისტეს დაბადება დადგინდა ახალი წლის 1 იანვრის მე-7 დღეს, ანუ 7 იანვარს მართლმადიდებლური სარწმუნოებით. ესე იგი გამოდის, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებით დადგენილი ქრისტეს შობის თარიღი 7 იანვარი სწორი თარიღია თანამედროვე კალენდრის გათვალისწინებით. შემდეგ წრიული კალენდრის მეორე წრეზე გამოსახულია ჩვენ ეს უკვე ზემოთ აღვნიშნეთ 64-ის ბინადართა ფიგურები. შიგნითა წრეს გულისხმობ, რომელთა რიცხვი ტოლია 12-ის. ამათგან მზის ქვემოთ ანგელოზი გამოსახულია ამფასით. დანარჩენები კი გვერდხედით. მაშასადამე ის უნდა აღნიშნავდეს ახალი წლის 1 თვეს, ანუ იანვარს, თუმცა ძველი წელთაღრიცხვის ეს იყო 21 მარტი. ამ მონაცემით ნათლად გვანიშნებს წრიული ფრესკის ეს გამოსახულება, რომლის ცენტრში წარმოდგენილი იესო ქრისტეს დაბადების თვე ახალი კალენდრით არის იანვარი, რიცხვი 7, როგორც გითხარით და დღე შაბათი. ანუ თუ თანამედროვე გრიგორიანულ კალენდარს გამოვიყენებთ და მას მიუსადაგებთ ძველი წელთაღრიცხვის 1 საუკუნეს, იესო ქრისტე დაბადებულა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 წლის 27 მარტს, გამთენის 04 საათსა და 04 წუთზე შაბათ დღეს, რადგან 27 მარტი იმ წელს იყო შაბათი დღე. ჩვენ გვაქვს აღდგენილი ცის თაღის რუკა. აი ეს და აქ დააგვირდით. კარგად, აი აქ არის მოცემული ეს არის ბერძნისა და თევზებს შორის მზის ამოსვლის პერიოდი და ეს არის მთვარე, როცა იმყოფა სასწორსა და ქალის თანავარსკვლავედებს შორის და გვიჩვენა 04 საათი და 04 წუთი. ჩვენი გამოთვლების ისტორიას, რომ ქრისტე დაიბადა გაზაფხულზე 27 მარტს ამყარებს სხვადასხვა ისტორიული თუ რელიგიური ფაქტი. ამასთან უცხოელი მეცნიერთა დასკვნა იმის შესახებ, რომ ქრისტე ვერ დაიბადებოდა ძველი სტილით 25 დეკემბერს, ესე იგი ახალი სტილით 7 იანვარს, გამომდინარე რელიგიური წყაროების მონაცემებიდან. როცა ის იშვა გამოქვაბულში, წყემსებს საქონელი საძოვრები ჰყავდათ გაყვანილი, რაც ნიშნავს თბილ სეზონს. განსხვავებით 25 დეკემბრისა, მაგ დროს ზამთრის ცივი დღეებია პალესტინაში და წვიმები. გამეორდებით, ეს უცხოელი თეოლოგი მეცნიერების დასკვნებია. ახლა კი დავიწყოთ ქრისტეს გადათვალების წლის დადგენა. ისევ დაუბრუნდეთ აი ამ გამოსახულებებს, რომელიც არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც თავიდან ჩანდა, რადგან მყარი მონაცემი მისი ასაკის შესახებ არ მოიპოვება. არის ის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ცნობილი მხოლოდ ლუკას სახარება 3:23. დიდი იესო როცა იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა. და მეორე მონაცემი იოანესი, როცა საჯარო მსახურების დროს მან ცალკეულ, ესე იგი, 3 პასექი ესწრებოდა იესო ქრისტე. ანუ თუ ლუკას სახარების მიხედვით დაახლოებით 30 წელს და იოანეს სახარების მიხედვით 3 პასექს 3 წელს ავიღებთ, სიკვდილის დროს იესო გამეორდეთ 33 წლისა ყოფილა. ამ მონაცემის მიხედვით იესო ქრისტე ჯვარს აცვეს ახალი წელთაღრიცხვის 27 წელს, ანუ მისი დაბადების ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს დაუმატოთ 33 წელი. ებრაელები ნისანის თვით იწყებდნენ რელიგიურ კალენდარს და მის დასაწყისი ემთხვეოდა მარტის თვის ბოლო პერიოდს. ბოდიში გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ დღეებს და აპრილის დასაწყისამდეც კი გადიოდა, მოძრავი იყო. ნისანი მომდინარეობს აქადურიდან, ქერის დამწიფების თვეა და გაზაფხულის პირველი თვეა აგრეთვე ბიბლიურ და ებრაულ კალენდრებში. თვის სახელწოდება აქადურში ნასესხებია შუმერული სიტყვიდან ნისან, პირველი ნაყოფი. ეს არის 30 დღიანი თვე. ჩვენ ზემოთ დავადგინეთ, რომ ქრისტე დაიბადა ძველი წელთაღრიცხვის 7 წლის 27 მარტს, ანუ გაზაფხულის ბუნიობისას, რომელიც ახალი წლის დადგომაც იყო მე-7 დღეს, ხოლო
იგი 4-ვე სახარების მიხედვით გარდაიცვალა პარასკევს. ამასთან იდგა ნისანის მე-14 დღე, ერთი მონაცემით მე-15 დღე. მაშასადმე დადგენილი გვაქვს ნისანის თვის დასაწყისი პერიოდი, რომელიც ებრაული კალენდრით გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ დგებოდა. ანუ დასადგენილი გვაქვს ბოდიში, ანუ 21 მარტის შემდეგ დღეები. თუმცა ვიცით, რომ ნისანის მე-14 დღეს ჯვარს აწვეს ქრისტე და იდგა პარასკევი, თანაც პასექის დღესასწაული. მიუხედავად იმისა, რომ სახარებაში მოცემულია ქრისტეს ჯვარცმის დღედ პარასკევი, თანამედროვე გრიგოლიანული კალენდრით ეს დღე იყო ხუთშაბათი, ახალი წელთაღრიცხვის 27 წლის 7 აპრილი. ეს თომილება შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ებრაული კალენდარი შეიცავდა 30-იან თვეს და თანაც ამავე კალენდრით პასექის დღესასწაული არ შეიძლებოდა ამთხოვდა პარასკევს. ახლა გავიხსენოთ რაც ცნობებია ასახული 4 სახარებაში. ერთ-ერთი ავიღოთ იოანეს სახარება 19-14 ჯვარცმა. პასექის პარასკევი იქნებოდა მე-6 საათი. განმარტოთ პასექის დღესასწაული. რაბინული ებრაული კალენდრის მზის კალენდართან შესაბამისობაშია ისე, რომ პასექი ყოველთვის ემთხვევა კვირას, სამშაბათს, ხუთშაბათს ან შაბათს. დავიმახსოვროთ ეს მონაცემები. პასექი ყოველთვის ემთხვევა კვირას, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. ანუ ზემოთ წარმოდგენილი ციტატა იოანეს სახარებიდან პასექის პარასკევი იქნებოდა მე-6 საათი. წინააღმდეგობაში მოდის პასექის დღესასწაულის ზემოთ წარმოდგენილი დღეებთან: კვირა, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი. ამიტომ წარმოდგენილი არგუმენტის გათვალისწინებით, ანუ ჩვენი აზრით, ქრისტეს ჯვარცმის დღისთვის პასექის დღესასწაული იქნებოდა ხუთშაბათი. ასად გამოვიყენეთ თანამედროვე კალენდრის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელმაც გვიჩვენა, რომ ახალი წელთაღრიცხვის 27 წლის 7 აპრილს იყო ხუთშაბათი და პასექის დღესასწაულის დასაწყისი დღე. მაშინ ნისანის თვის დასაწყისი იქნებოდა უკან განმოთვლილი 14 დღე, ანუ 24 მარტი, ხოლო 15 შემთხვევაში 23 მარტი, რაც მართლაც გაზაფხულის ბუნიობის 21 მარტის შემდგომი დღეებია. გამეორდეთ თანამედროვე კალენდრის წელთაღრიცხვის სისტემის მიხედვით, ანუ გრიგოლიანული კალენდრის პასექის დღესასწაული მომხდარა ახალი წელთაღრიცხვის 27 წლის 7 აპრილს. დააკვირდით პატივცემულო მაყურებლებო, ქრისტე დაიბადა ძველი წელთაღრიცხვის 7 წლის 27 მარტს და აღესრულა ახალი წელთაღრიცხვის 27 წლის 7 აპრილს. ანუ დაბადების რიცხვებია 7 და 27 და გარდაცვალების 27 და 7. ეს დამთხევაა თუ კანონზომიერი მოვლენა, რომელიც გამომდინარე ღმერთის მარადიულობიდან ჩვენს მიერ იქნა დადგენილი, არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ამგვარია. ამასთან ჯიუტი, თანაც ქრისტეს დაბადების დღე ძველი წელთაღრიცხვის 7 წლის 27 მარტი იყო შაბათი, ხოლო აღდგომის დღე ასევე შაბათია, რადგან იგი ჯვარს აწვეს ხუთშაბათს და აღსდგა მესამე დღეს, ანუ შაბათს. დაიბადა მეორე. მაშასადამე ძველ აღთქმაში მოცემული მეოთხე ცნება ეს მოიხსენიეთ დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავი იგი 6 დღე იქმოდე და ქმნე მათ შორის მათ საშინა ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მე-7 შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. ნიშნავს იმას, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული ამ დღის მნიშვნელობა, როგორც განკაცებული ღმერთის მოვლენებისა მატერიალურ სამყაროში, ასევე წმინდა ცეცხლის გადმოცვლისას, რომელიც როგორც იცით აღდგომის წინა შაბათს ხდება. ეს არის ის, რაზეც გვინდოდა გვესაუბრა. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულო. თხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს და მოგწეროთ კომენტარები. მადლობა.